მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ჯისერი ლუკა. დღეს მოვედით ჭიდაობის ქუჩაზე, ერთ-ერთ ყველაზე მაგრად დარბაზში გრეპლ სტრიტში. თუმცა ეს ვიდეო ჩემზე არ იქნება. შაბათს 21 თებერვალს ლეო ბუაჩიძე გამართავს main events David Stoner ბადურაშვილთან. ახლა შევიდეთ დარბაზში, მოვინახულოთ ლეო და ვნახოთ რას აპირებს ბადურასთან. მოვზანდით ჩვენი main events მოაწილე ლეო ბუაჩიძე. ლეო როგორ ახ? კარგად, როგორ ხარ? დაიწყო ვარჯიში. მიდი გახურდ და შემოგიერთები. ლეო, შენს მატჩამდე სულ რაღაც 4 დღე რჩება, დღეს ავარჯიში გაქვს, ვინ გეხმარება და როგორ ემზადები ამ მატჩისთვის? დღეს მე ახლა პირადად მიკიტასთან ერთად ვარჯიშობ. მიკიტა ჩემი მეგობარი არის. ძალიან კარგად იცის ჯუდო, ჯიუ-ჯიტსუს კარგად იცის და ახლა მეხმარება დღეს. რაღაც ტექნიკები უნდა გავიაროთ, გდებები უნდა დავამუშაო და კი, ძალიან სანახაობრივი ბრძოლას ვაჩვენებ შაბათს. მიკიტას კარგად იცნობს რაღაც მაყურებელი, ბევრჯერ არის გამაგარპინზე გამოსული. მიკიტა არის ჯუდოს ყავისფერი კამარი. იყენებ თუ არა ამას, რომ ზემოდან იმუშაო და გდება გავუკეთო ბადურაშვილს თუ ჩემსავით აპირებ დაждდე და ქვემოდან დაიჭირო ამაზე. ჯერ ბოლომდე არ ჩამოყალიბდი როგორ მინდა დავიწყო ბრძოლა გდები თუ ფულგარდით, მაგრამ მაინც რაღაცა მინდა დავამუშაო რომ სანახაობრივი იყოს ეს ბრძოლა. კი, რახან მიკიტა აქ არის ავარაუდოდ გდებას აპირებ თუ არ გვეტყვი ჯერ მაგ. ნახოთ, სიურპრიზები იქნება. დავიწყე ვარჯიში 2021 წელს, მადრიდიდან მოყოლებული ვიცნობ ლეოს, ერთად ვარჯიშობდით ჯერ ლეგიონში, მე გიმნაზიაში, ახლა უკვე გრეპლ სტრიტში. ლეო მაქამდე ვარჯიშობდა, საკმაოდ გამოსტილი მოჭიდავია. სუფთა ქართული სტილი აქვს, მოკლედ, ჯიცერებს კი გვეხმურებიან ხოლმე, რაც გვიყვართ ჯდომა და ზურგიდან მუშაობა, თუმცა მაგ ხუმრობას ლეოზე ვერ იტყვი, როგორც ხედავთ, სულ უყვარს რაც შეიძლება დიდი წნეხი, ზემოდან მუშაობა. ამას გულისხმობ მის ქართულ სტილში, არასდროს ლეო არავის დამჯდარი არ უნახავს. უყვარს წონის დადება, სუფთა რაღაც შეიძლება ითქვას კავკასიური სტილის. ეხლა ხედავთ მიკიტა გამორჩეულად კარგი მოჭიდავია დგომში, თუმცა ლეოს მასთან შეუულია აყოლა. საინტერესო იქნება ბადურაშვილთან, ყველას გვაინტერესებს ბადურა როგორ ჭიდაობს. ლეო ახლა ძალიან მაღალი დონის გრეპლი, უკვე დიდი ხანია და ხალხი კარგად გაიცნობს მის სტილს და მისთვის შანსი იქნება რომ ბადურაშვილთან ალბათ ბევრი ხალხი უყურებს, იმიტომ რომ ბადურა ძალიან უყვარს გამას მაყურებელს. თუმცა მისთვის შანსი იქნება რომ გვანახოს თუ რა შეუულია, თან MMA-ში ხუბი უნდა, თუმცა ლეოსთან ძალიან გაუჭირდება მას სახელის მოხვეჭა როგორც გრეპლერ ბადურას. თუმცა ორივესთვის რაღაც შანსია, ნახოთ როგორ გამოიყენებენ. როგორც გითხარით, დააკვირდით, ეს არის ლეოს სტილი, ყოველთვის ზემოდან მუშაობა, ძალიან მძიმე არის ლეო, მძიმე გულისხმობ, რომ გადევს მის წონას და შენ უკვე ვალდებული ხდები, რომ არა მხოლოდ მის შეტევას გაუძლო, არამედ ის უნთქო ლეოს წონა, რომელიც ფილტვებზე გაწევს, ფილტვის კუნთი არის და ამის გაძლება ხდება ძალიან რთული. შეიძლება უშუალოდ კონკრეტულ საბმიშენზე არ დაგიჭიროს ბუაჩიძემ, მაგრამ უბრალოდ ისე დაკანცავს იმით, რომ შენ მთელი წუთების განმავლობაში მოგიწევს, რომ ის 85 კილო ფილტვებს ასუნთქო, მხოლოდ მაგიტო ნებდება ხოლმე ხალხი, დააკვირდით. ძალიან აგრესიულია ყოველთვის, ეხლაც მკერდზე პოზიცია, საიდ კონტროლი ზოგადად ყველაზე მეტად უყვარს ლეოს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერი არის, საკმაოდ მობილური არის და ეს პოზიცია ყველაზე მეტად გაძლევს საშუალებას, რომ იმოძრაო, გულისხმობს საიდ კონტროლს, რა თქმა უნდა, აი ეხლაც ისევ ეს პოზიცია აიღო. სავარაუდოდ შემილია დავასპოილერო ბადურა და უთხრა, რომ საიდ კონტროლის უნდა მოემზადოს, იმიტომ რომ ამას ლეო უეჭველი შესთავაზებს. გასაკეთებ ხოლმე საიდ კონტროლიდან ძირითადად? ძირითადად არის Santa Claus შოუკი მომწონს, არმბარები, კიმურა, arm triangle, ბევრი რაღაცა არის. შენი go-to რა არის? Go-to არის ყოველთვის Santa Claus შოუკი. კი, შეიძლება გვაჩვენო ახლა საიდ კონტროლიდან გავანახებ სავარაუდოდ რა ელოდება ბადურაშვილს, რაც გვპირდება. ფასის დროს, ვინცე ამ ხელს შევიდეს აქ ახლოს. და ცდილობ ყოველთვის რომ ამ ხელი გავთიშოეთ და ქვემოთ ჩავწიო, აი ეს. და რომ ჩავდივარ აქ ამ ხელს ვიჭერ და მე გადავდივარ ჩემი ხელით მარცხნიდან, აი აქეთკენ. და მე კეტა სამკუთხედს. თან მახჩობელი არის, თან ტექნიკი არის.
ლეო შენ ჭიდა უკვე ძალიან ბევრი წელია და გქონია მილიონი მატჩი. შეგიძლია რამე აი ჯიუჯიტსუსაც ახასიათებს უცნაურესი ამ პოზიცია, ან საბმიშენი გაიხსნა, რომ გაიკეთებია, ან გაუკეთებიათ შენთვის რაღაც ილეთი, რომელიც რო შეხედავს უცხო თვალით ვიღაც, იტყვის რომ საერთოდ რა ხდება აქ. ახლა არ ვიცი რამდენი უცნაური, ახლა მე ყოველთვის ვცდილობ კლასიკურად ვიჭიდაო და კლასიკურად ვიბრძოლო ტურნირებზე, მაგრამ ერთადერთი რაც ამახსენდა იყო ჩემი პირველი გარტფული რო იყო ევროპის ჩემპიონატზე რო ჩავედი მე და მაესტრო ერთად, მაგ დროს ფინალში პირველ ცხოვრებაში გავაკეთე გარტფული და იმის მერე გავედი არმბარზე და ისე მოვიდი. არ და მანამდე საერთოდ და სპარინგის დროს ახტი და გადახვედი არმბარზე? არა, პირდაპირ პროსე ქვემოთ ჩავედი. მომბეს და ტიპს არ უნდა შეჭიდაობა, სულ აი ესე შორებით იყო ჩემთან და მომიწია გარტფულის გაკეთება, თუ უკვე ორი პენალტი მომწეს. ისე აკეთებ ხოლმე რაღაც უცნაურ თავშენები იყვარს? Peruvian necktie, triangle, ბევრი რაღაც ელეთი არის, რაც უცნაური არის და ვცდილობ რომ გავაკეთე, მაგრამ ხანდახან ფიზიკურად ვერ გამომდის. რომელი გამოგის ყველაზე კარგად? ой, ბაგიჩოკი. არის უცნაური. ბაგიჩოკს აკეთე? ბაგიჩოკსაც ვაკეთე. ბაგიჩოკი მაგარია, მაგრამ მე პრეტენზია მაქვს, მე რომ ყველაზე კრეატიული მახჩობლა გაკეთებული მაქვს მე მაზელს მილკი, მაგრამ ნახოთ როგორ აკეთებ ბაგიჩოკს შენ გვაჩვენე და შევადაროთ მე. კაი მოდი. საერთოდ რა მახჩობლა საიდან კეთდება როგორ ნახო? ახლა გამაში კი იყო უკვე გაკეთებული ბაგიჩოკები, მაგრამ ყველა ბაგიჩოკი რაც იყო გაკეთებული იყო ქვემოდან გაკეთებული. მე ვაკეთე ბაგიჩოკს ზემოდან საიდან. აი ეს უკვე ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ არ გვინახავს საერთოდ. ხო, აი ეს გამოვიდა და ვცდილობ მაქსიმალურად რომ ეს ხელი გავაშლევინო და იდეალური არის რომ ეს ხელებს შეაერთოს ზემოდან. ხო, აი ეს თუ დაკეთავს ხელებს იდეალურია ჩემთვის რომ ბაგიჩოკი რო გავაკეთო აქეთ. მე გადავდივარ ამ ხელით აქეთ და ვცდილობ რომ აქედან მხრიდან ავწიო და ეს ხელი ეგ ჩავაგდო და დავხრო. ძალიან მაგარი შოუკია. მოკლედ ლეო ბუაჩიძე ბაგიჩოუსაც საიდ კონტროლიდან აკეთებს. მოკლედ ეს რომ მის საყვარელი პოზიცია არის ძალიან დათელია. ლეო უკვე თქვით რომ ძალიან დიდი ხანია ვარჯიშობ, მაგრამ შენს რომ მოგვიყვე, როდის დაიწყე საერთოდ ჭიდაობა თავიდან გრეპლინგი, ჯიუჯიტსუ რომ უყვე ხალხს? ой, ახლა საკმაოდ დიდი ხანი ბავშვობაში დავდივარ ძიუდოზე და სამბოზე, რომ ვარჯიშობ რუსეთში, დუბაიში რაღაცა პერიოდი. და პარალელურად რაღაცა გრეპლინგის ვარჯიშებზე შევდივარ, მაგრამ სისტემატურად დავიწყე ვარჯიში აქ საქართველოში, ლეგიონში, მგონი ერთადაში დავიწყე 2019-20 წელს. 19-ში ალბათ ხო კოვიდამდე დავიწყე და მან დავიწყე და მე უკვე 20-22 წელს გადავედი გიმნაზიაში სავარჯიშოდ და ნიკთან ერთად ვარჯიშობდით საკმაოდ დიდი ხანი ძალიან დავმეგობრდით და რო გრეპოსტერი რო გაიხსნა პირდაპირ აქეთკენ გადმოვედი. ანუ ძალიან დიდი ბავშვობიდან ვარჯიშობ მოკლედ. ბავშვობიდან. რამ ხარ რომ დაიწყე ვარჯიში? სულ თავიდან რო გახსოვს? სულ თავიდან მახსოვს 4 წლის ვიყავი. 4 წლიდან ჭიდა. ძიუდოზე რო შევედი პირველად ბავშვობაში. აკრიდან ჭიდა. გამაგრეპლინგზე ხარ ისე გამოსული თუ რა გავახსენოთ ხალხს? გამაგრეპლინგზე კი ვარ გამოსული, მეორე ტურნირაც ჩატარდა გიმნაზიაში, მან ვიყავ გამოსული ევგენი პანკრატოვიჩთან ვიჭიდავ. ჟენია. ეს ახალი ისე თუ მოგწოს გუნდურ დაპირისპირება კვინტეტს როგორ აფასებ? ძალიან მომწონს ეგეთი ტურნირის სტილი, სიმართლე რომ გითხრა და პირველ კვინტეტს მე და კოზანოვს ერთად გამოვედით ვიჭიდავ და ფინალში შევხვდა ბლეკ იგლი, სადაც მოვუგეთ მანდ. ამიკოსთან მომიწია ბოლოში ჭიდაო, მაგრამ ძალიან უცნაური ბრძოლა იყო, სადაც მე არ მომიწია არანაირი შეტევის რისკის გაკეთება საერთოდ, იმიტომ რომ ჩემ გუნდში დარჩენილი იყო კიდე ნიქსონი და ამიკოს გუნდში არავინ არ იყო და მანდ ეგეთი წესები იყო, რომ თუ ფრედ დამთავრდა ჩვენ ვიგებდით და გუნდისთვის ათაჭირო იყო? ათაჭირო იყო გუნდისთვის ეგ ხო, დაცვაში ჩავჯექი და საბოლოო ჯამში ვერაფერი ვერ გამიკეთა ამიკო ბრძოლაში. გაასაგებია. კარგი, ისე პიტი როგორ მოკლეს? ეგ შეიცვალა პირველად რაც გაქცევს საშუალებას არ გაძლევს. ხო, ძალიან მომეწონა ეგეთი სტილი CJ-სგან რაც აიღეს და ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ეგეთნაირ რინგის ფორმატში მე პირველად ვიღებ მონაწილეობას და ნახოთ როგორ იქნება. მე უკვე დაინერგა ეგ UFC BJJ-ს მაგას ვხედავთ, ეგ არის CJ-ს და ძალიან კაია რომ გამამაგას მიყვება, იმიტომ რომ მაგ ტატამზე შეუძლებელია გაიქცე და ძალიან რთული ხდება უკვე სტოლინგი რა. ხო. შეუძლებელია მაგთან პასიური იყო თუ ბევრი რაღაც ილეთების გაკეთებაც შეგიძლია უკვე აი ამ რინგის. კი, ვანახა შეიძლება შეიძლება რომ ახტელა იქიდან გაიქცა გადაგანო. არა, კი, საინტერესო იქნება თან მithumetes რაღაც მახჩობლები და ამ კინოულიდან გაქცევაც იქნება ძალიან ძნელია ეგეთნაირ ფორმატში. აპრილ გამოყენებას მაპიტის. მეცდები მაქსიმალურად არ მაგამოსწილო, მაგრამ მაინტერესებს როგორ გამომივა რაღაც ილეთები მაქედან. კაი ლეო, ეხა შენ შემდეგ მატჩს რაც შეეხება ბადურაშვილთან, ეხა ფურცელზე ყველა მისის რომ უზარმაზარი ფავორიტი ხარ. ეგ შენ გადარდებს თუ არა, წნეხს გადადებს თუ არა, რომ უეჭველი უნდა მოიგო ეს ბრძოლა თუ ისე უყურებ მაინც რომ ენთვის მარტივი იქნება.
ამ ბრძოლაზე მეტად არასდროს არ ვიყავი ეგეთნაირი თავდაჯერებული და რაღაც დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ ამ ბრძოლაში. ახლა არანაირი შიში არ მაქვს ბადურას რაღაცა შეუძლია რომ გამიკეთოს. კი ახლა ბადურას პატივს ვცემ, მაგრამ ახლა როგორც გრეპელი საერთოდ არ გამიგია რა იცის როგორც სადვარჯიშობდა არასდროს არ მენახია რომ გამოდიოდა სადმე საჭიროებად ამიტომ. ხო, მაგრამ შენ თუ მოიგე ხალხი ის რომ ისედაც უნდა მოიგო. თუ წააგე ძალიან ბევრი რაღაც ძალიან პრობლემა არის უბრალოდ ახლა დაბრუნება დიდ სპორტში ვაპირებ რომ გავაქცევ როგორც სუპერ ფაიტერში ასევე დაუბრუნდე ჩემ გუნდს და ერთად ვიჭიდავთ მომავალი კვინტეტის შეჯიბრებზე ნახოთ ვინ იქნება მომავალში და შეძლო ჩვენი გუნდი შეიცვალოს ახლა არავინ არაფერი არის თითქოს ისე უყურებენ რომ შენ იქ რაღაც გამორჩეული უნდა გვაჩვენო აი მხოლოდ ჩვეულებრივი რეალნეიქ ჯოკი რო გააკეთო ამას არ ელოდებიან შენგან. მეც არ მინდა რომ ჩვეულებრივი რაღაცა ილეთი რო გავაკეთო, მინდა რაღაცა ის სურპრიზი გავაკეთო, ვაჩვენო რაღაცა rilsებში რო წავიდეს, highlight-ებში ეგეთნაირი რაღაცა სურს რო გავაკეთო, ამიტომ კი ნახოთ ახლა ვატერო. შენ წნეხი არ გედება იმით რომ ეს რაღაც ზედმეც ელოდება შენგან ხალხი. არა, არანაირი პრეშერი არ მაქვს ახლა ამ ბრძოლის გამომდინარე და კი უბრალოდ იმის მოლოდინი მაქვს რომ რაღაცა საინტერესო ვაჩვენო მაგრამ შემდეგ სუპერ ფაითი გინდა უკვე ემზადები მაგისტრის და ყავს თუ არა ვინმე კონკრეტული თავში, ვისაც როცა გაიმარჯვე, გამოხვალ და ეტყვი რომ აი აქ გელოდები. პრეს კონფერენციაზე როგორც აღნიშნე პირველ რიგში მინდა რომ ორ ხანს შევხვდე შემდეგ სუპერ ფაითში და მე უკვე ნახოთ შეიძლება მაგრამ აინტერესებს ახლა ამიკოსთან ჭიდაობა, რადგან ახლა ტურნირზე მოვუგეთ ჩემ გუნდს და ამიკო არის ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი გრეპლერი საქართველოში, ვინც ახლა ვარჯიშობს. ახლა არ ვიტყვი ხოებს რომ ის უცხოეთში ვარჯიშობენ და მაინტერესებს ამიკოსთან კიდე ერთხელ. კარგი, მოკლედ როგორც შენ გითხარი ველოდებთ რაღაც გამორჩეულს ამიშენს, რაღაც კარგი უნდა გავჩვენო. შენ წნეხი ამით არ გედება. როგორც ამბობ. კი ბატონო, შენ თუ დაგჭა რამე სათქმელი კონკრეტული მაყურებლებს შეგიძლია მიმართო. ძვირფასი მეგობრებო, გელოდებით 21 რიცხვში გამას ფაით ხოლში 8 საათზე ჩემ ბრძოლაზე. საკმაოდ ბევრი მეგობარი, ოჯახის წევრი უკვე მოდის ჩემ ბრძოლაზე, უკვე იყიდეს ბილეთები და თქვენს გირჩევთ რომ მოხვიდეთ. არ დაგეზაროს, ჩემი პრომო კოდი არის LEO, გამოიყენეთ და ეკუთვნის პასდაკლება. შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები, შეგიძლიათ შეიძინოთ Gamma FC TV-ს გამოწერა, ვინც ვერ ახერხებთ მოსვლას და გინდათ ონლაინ ყურება. მადლობა ლეო. გაიხარეთ. მომავალ შეხვედრამდე.